დილა მშვიდობის მეგობრებო. ნუ დილა აღარ არის ხა უკვე შუა დღისკენ წავედით, მაგრამ დილა მშვიდობის მაინც. იმიტომ რომ ჯერ არც აქეთ ვარ, არც იქით. ხორცი გამოვიღე, გალღვეს, მამასთვის რამე მინდა კერძი გავაკეთო. ჩვენ მანამდე ყავა დავლიოთ, იმიტომ რომ ტვინი არ ვაიმე, დედიკო არ დამიკარგო ბეჭდები ჩქარა. ტვინი არ მიმუშავებს, მე რო ყავა არ მაქვს დალეული და მით უფრო სახში თუ ვარ. აქ რატო მილაგებ, მარიამ? აქ რა უნდა ბეჭდებს დე? წაიღე საყვარელო, იქით არ დამეკარგოს აქ. დავაყაროთ ყავა, გოგოშკებო. რა შვებით. ვაიმე, ეს გადავიღე. დღეს საოცრება მოხდა, ესე იგი იმას ვქენი, რა ქვია. რაღაცას ვალაგებ და ამოვაჩინე, რომ შაქარი არა მაქვს და უმეთქი ცუდად გავხდი. გამოვაღე ეს კარადები, მეთქი უეჭველი მექნება, იმიტომ რომ მოიცა დედიკო, მოიცა არ გადამიწნიო, რო ის არის ხოლმე, რა ქვია. ბევრს ყიდულობ ხოლმე რა, ანუ ყველაფერს რაღაცა მარაგივით რო ვაკეთებ ხოლმე, მაქვს რა შაქარიც, ვაიმე აღმოჩნდა რომ არა მაქვს. გავიხედე ეს მაღაზია ხო რას გაიღება, ყველას გილოცავთ მეგობრებო, ბზობას, ამით უნდა დაბეწყო. ყველას სრულიად საქართველოს, ჩვენს ქართველებს ყველას გილოცავთ, რაც არ უნდა იყოს. ბზობა შესაბამისად დაკეტა მაღაზია ჩვენმა აგერ სამაგერიზინსით რატო ვაჭავ მტკივა ხალხო ისე და ეს ცოტა მიყუჩებს ყურადღება არ მომაქციოთ. ნახო და ვაიმე გაიხაროს მამაჩი მავედი ქონდა. არი მომეც. არა სახში არა ჩავყარე პირდაპირ წამო. ოჰო, ჩემს მეუღლეს პასკა არ უჭამია, თქმა ვერ მიაგდო თუ რა მოხდა ვერ გავიცი. დღეს სარეცხის დღეა გოგოებო, იმიტომ რომ ცოტა კარგი ამიდია და მე ძალიან ბევრი სარეცხი მოვაგროვე, თეთრეულებით გადავაძრე. ტყეში მიტყავს ეს ტკივილი. ხო და ის არის. ერთი შეყრა უკვე შეყრილია. გონი ჩემი თვალები ყველაფერს ამბობენ ჩემს მდგომარეობაზე. იმედი ჭუჭელი ვერა და ვერა გუშინ ვერა მოვყარე. მოკლედ თუ მოხდა ისე რომ მაინც წავედით სოფელში ძალიან მინდა რომ ცოტა ხინკალი გავაკეთო, მოვხარშო, გავაციო და წავიღო და მე შევაპუწკუნო და გავასინჯო ჩემ დედამთილ ბავშვთილს ჩემი გაკეთებული უჭამიათ, მაგრამ რომ დავხვეწე ახლა ბოლო პერიოდში უკვე აღარ უჭამიათ. ხო და იგაკეთების დრო მაგის ნამდვილად არ იქნება. ვერანაირად. ამიტომ ვფიქრობ, რომ აეგრე წავიღო. მაგის დრო ნამდვილად არ მიქნება, ახლა იქ ეკუთხებინო. ესეთი ამბავი მოკლედ. ესე იგი ხალხო. აი თუ კარგად არის შეზავებული, ეხლა რას მივხვდი ჩემი და გამომდიდარი ვიძახე. არის ხოლმე შემთხვევა, აი მე ცივი არა, ვერ მივით. თუ კარგად არის შეზავებული, იმ დღეს გავსინჯე ჩემი გაკეთებული. ცივი, აი როგორი ცივი, ისეთი გემრიელი იყო ხალხო. წვენი ხო შენარჩუნებული. გემო ქონდა რაღაც არაჩვეულებრივი. ოღონდ არ დაგავწყვით, მე ხოლმე საქოლის ხორცით ვაკეთებ ხინკალს, იმიტომ რომ ანუ ნაკლებად კალორიულია რა. და მაგიტომ ვაკეთებ საქოლის ხორცით და ზოგადად ვფიქრობ, რომ საქონლის ხორცით გავუკეთო ჩემებსაც სოფლისთვის.
იმიტომ ხა ქოლესტერინები რაღაცები, მოკლედ ჯანმრთელობა ისა ჯობია რომ ღორი არც მიირთვან პრინციპში. ან შესაძლოა ცოტა გავუვლიდეთ. ნახოთ რა მოკლედ როგორია. ნახოთ. მოკლედ ლია ოილი მგუშინი სასწაულის საჩუქარი გამიკეთა მეც და ჩემს აუდიტორიას ვინც დოდონას ბლოგზე ჩაერთვება ასე ვთქვათ გათამაშებაში და მაინტერესებს YouTube-ის ადამიანები რამდენი ჩაერთეთ დოდონას ბლოგის გათამაშებაში. შეგახსენებთ რომ YouTube-ზე არ ხდება ამ ქულების შეჯამებები, ხდება მხოლოდ დოდონას ბლოგზე, Facebook-ზე, სადაც ვიდეოს ქვეშ უნდა დაგეტოვებინათ კომენტარი, ასევე მოგეწონებინათ დოდონას ბლოგი და რა თქმა უნდა ლიო ოილის გვერდი ან გამოგეწერათ, სულ ერთია. და ვისაც მეტი ლაიკი იქნება, ის იქნება გამარჯვებული. ჯერ გამარჯვებული არ გამოვლენილა. ველოდები დღეს საღამოს ალბათ 6-ისთვის ვნახა ვინ არის გამარჯვებული ჯერჯერობით. რომ გადავხედე სადღაც 2 ადამიანი ლიდერობს, ანუ ლაიქებით. ვნახოთ. ასევე მამაკაცის წვერის მოვლის სინი არის ზეთები და რაღაცები გასაჩუქებელი და ნაკლები აქტიურობა მამაკაცზე უფრო მე ქალების კონტინგენტი მიყურებ შესაბამისად ძირითადად თვითონ უნდათ მოვლის საშუალებები, თუმცა ძალიან ბევრს ალბათ მის მეუღლეს არ აქვს ეს წვერი კაცო და რა თუნდაც ყვილად არ პლუსდებიან და გულს არ მიწერენ. 1-2-მა დაწერა, მაგრამ მათ კომენტარს არ აქვს ესე ლაიქები, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ ისი არ მოხდა, რომ რაღაცნაირად მამაკაცის კუთხით რაღაცა ვერ მოხდა ლაიქებით შეჯამება, არაუშავს ისეც გავაჩუქებთ სავარაუდოდ და გავახარებთ მის მეუღლეს. მოკლედ, ჯერ არ ვიცი არაფერი, ამ ყველაფერს გადავწყვეტ საღამოს. აი ბევრი წერს ხოლმე რომ არასდროს არაფერი მომიგია და არც მჯერა თუ რაღაცები, დაიჯერეთ ხალხო ოღონდ გათამაშების წესებს და მიყვეთ. სხვათა შორის ძალიან ბევრი გამომეხმაურა პირადში, დავალაიქე და ახლა რა გავაკეთო და რა ვიცი ხალხო ვიდეოს უნდა უყუროთ. ვიდეოშია მოვთხარი ყველაფერი, ანუ რა უნდა ქნა და არა მხოლოდ ვიდეოში აღწერაშიც არის და ეს იმას ნიშნავს რომ არ უყურე. უბრალოდ წაიკითხე გათამაშება და გადაწყვეტე რომ დაგელაიქებინა და არ არის ეგრე ახლა ვიღაცა რაღაცას რო გჩუქნის მინიმუმ ხომ წაიკითხო პირობა რა არის. ელემენტარული პირობა, არაფერი განსაკუთრებული, განსხვავებული, უბრალოდ მათი გვერდები უნდა გამოიწერო, ეს ასე ხდება. ეს ყველა გათამაშებაში ხდება, ხალხო, ეს ხო არა რომ მარტო ლიო ოილის ყველგან ეგრე ხდება. ხალხზე ეზარება წაკითხვა. ეზარება ყურება და უნდა საჩუქარი და არა ვიცი, აბა როგორი გაბოვა. ერთი წუთით გოგოებო. ასე ახლადანაც გაჩვენებთ ლიო ოილის საჩუქრებს გოგოებო, რადგან ჯერ ისევ დრო არის რომ გათამაშებაში ჩაერთოთ. ყველას ვერ უმართლებს, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, მაგრამ ვიღაცას რო უმართლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა დავიჯეროთ. ხო, ამაში იდო, აი ეს საჩუქარი, ამას გვიან გაჩვენებთ. შეგახსენებთ, რომ ლიო ოილი გახდა 1 წლის, რაც შეიქმნა და ყველაზე ისეთი ამაღელვებელი, რაც არის მე ვიყავი ის პირველი ადამიანები, ვინც მათი unboxing-ი გააკეთა, რომ დაარსდნენ და ახლა სიმბოლურია, რომ 1 წლის მერე ისე მე ხსნი მათ unboxing-ს, ასე რომ ბატონო. შაიკიდა. მოთხოვეთ. აჰა, საყვარელი. მარიკო ხო. მოკლედ, მოდი ამოვალაგოთ, რაებია ვნახოთ. რაც გადადებულია, იმას აღარ ამოვალაგებ, იმიტომ რომ ერთნაირებია და არ ვიწვალოთ. მოდი გაჩვენოთ მამაკაცის შრატი და ეს არის ზეთი წვერის. ერთი არის დამარბილებელი, მეორე არის იმისათვის რომ ქერწლის პრობლემები არ წარმოიშვას, კონდეს კანსირბილე და ასე შემდეგ, უნდა გაიჩერონ და რა თქმა უნდა მე ჩამოიბანონ, ასე რომ ლიო ოილის ზრუნავს თქვენი წვერის მოვლაზე. ესას, მოდი ეს ერთად ჩავდოთ, ესე და გადავდოთ. ამებს აღარ გაჩვენებთ, ესენი ერთი და იგივეა, მაგრამ ამას გაჩვენებთ, რაც ესეც აქ დევს.
ეს გახლავთ ის სასწავლო მოქმედი, რაც მე თვითონ უნდა დავიწყო დღეს და დავტესტო. თუ მოვასწარე ამის ვიდეოსაც რა თქმა უნდა გადავიღებ. ერთი გახლავთ გოგოებო, თმის შრატი და მეორე გახლავთ დეტოქსი. ესე იგი რა ხდება? დეტოქსი უნდა და მხოლოდ დაახლოებით 3-4 წუთი დაიტანოთ თავზე, სკალპზე, დაიმასაჟეთ, რომ გაიხსნას და შეიფუთოთ თავი 2-3 საათის განმავლობაში. ხო, რთულია 2-3 საათი, მაგიტომ ეზარება ხოლმე ხშირ შემთხვევაში ყველაფრის გამოყენება, რომ აი 3 საათი რაღაცა ნერვი არ მაქვს. მაგრამ თან თუ კარგი თმა გვინდა და თან თუ გვინდა რომ შევინარჩუნოთ და გავიხშიროთ და არ გაგვცვიდეს და ასე შემდეგ, აუცილებელია ეს ყველაფერი. ეს დეტოქსი მოკლედ 2-3 საათით ვიჩერებთ, ნუ 2-ით მაინც, მე ხშირ შემთხვევაში 2-ით ვიჩერებ ხოლმე 3 საათამდე ვერ ველოდები. მაგ სპეციალურად თავის ზუსტად მათი გამოგზავნილი, რომ შევიფუთო თავი და შემდეგ რა ჩამოიბანდო. ნოტიოზე ან მშრალზე შეგიძლიათ უკვე უშუალოდ თმის შრატი დაიტანოთ, გოგოებო. ესე იგი, შეიცავს როზმარის, ნუ ეს არ გვინდა გამოყენების როგორც სწორ, ასევე ხეულ თმაზე გამოიყენება. დაიტანეთ ნოტიონ მშრალი თმის ბოლოებზე. არ საჭიროებს ჩამობანოს. ეს შრატი ძალიან კარგია იმისათვის, სანამ გაისწორებთ და სანამ და ინარჩუნებს თავის იმას, რომ თმა არ გადაგებუგოთ და ასე შემდეგ. ესე იგი, შეიცავს როზმარინის პროტეინს, ყვავილების ჰიდროლატებს და მცენარეულ ზეთებს, რომელიც ანიჭებს თმას სირბილეს, ბზინვარებას და იცავს გარემო სტრესისაგან. გარემო სტრესისაგან აშკარად გვჭირდება დაცვა ჩვენ მეგობრებო. ასე რომ ეს არის ჩემი და ვისაც მეტი ლაიქი ექნება, კომენტარი და ასევე გამოწერილი ორივე გვერდი, რა თქმა უნდა მასთან წავაი ეს, რომელიც დევს აი აქ. ხოლო ეს ვერაფრით ვერ გავიმეტე, ვერავისის, ამიტომ ჩემთვის დავიტოვე კურკუმას საპონი, ამას უყურეთ, უბრალოდ რა ლამაზია. ხედავთ, ალბათ დარწმუნებული ვარ. ულამაზესი ხალხო, ანუ მეთქი შანსი არ არის. ამას ვერავის ვერ ვაჩუქე. ჩემთვის დავიტოვებ, სხეულისთვის არის და ვნახოთ, ანუ ეს ყველანაირ ზედმეტ ფორებს იმას, ამას ასუფთავებს. ნახოთ რა იქნება, მოკლედ როგორ იქნება, ბატონო. კალამია და ეს გადააგდე. მოკლედ ეს გახლავთ ლიო ოილის პროდუქციის განხილვა, მოკლედ. აქვე არის რა თქმა უნდა მითითებული მათი გვერდი, მათი ტელეფონის ნომერი, თუ ვინმეს დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა მზადვარ ფოტო დავაშენშვალო. ესეც ასე. ხო, მოდი ახლა მე თქვენ გაჩვენებთ. მოდი ეს ყუთი არ გვინდა აღჭკარად, აღარ გვინდა, იმიტომ რომ ყველაფრის ვიდეო უკვე გადაღებული გვაქვს. რაც გვჭირდებოდა უკვე გადავიღეთ, გოგოებო. უოპლაც, აი ასეთი შეგუთვით მომივიდა, მოკლედ ეს იყოს დედა და ბეჭედი არ დამიკარგო. ხო, ამერს მე შევინახავ, დაველოდები იმ ადრესატებს, ვინც იქნებიან გამარჯვებული, ეს კი წავა ჩემთან. ასე. ხო, რაც შეეხება საჩუქარს, კიდევ ცალკე საჩუქარს, რისთვისაც უღრმესი მადლობა ლიო ოილის. ნახოთ, შემატყვა აშკარად, რომ სამკაულები მიყვარს თან ვერცხლის ფერები. მე რა თქმა უნდა უკვე გუშინებ ნახე და რაღაც მონაკოჩი მეკეთა კიდეც. მართალია ბეჭედი მაქვს საკმაოდ დიდი და მადლობა ღმერთს რომ თითები დამისუსტდა. ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა ამას ნახეთ რამხელად დიდი მაქვს. ბუნებრივია რომ ვერ გავიკეთებ. თუმცა აი აქ არის იდეალური და ძალიან მომწონს. აი ძალიან მომწონს აქ რომ იკეთია ისეთი ბუთქუცა, ნახეთ რა ლამაზია. ძალიან მომეწონა, აი ძალიან. რამდენად ჩანს ხა აღარ ვიცი. მოკლედ, აი აქ დაიდებს
ბინას, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სხვაგან ძალიან დიდი მაქვს. რაც შეეხება საყურეს, საყური არის ისეთი საყვარელი ხალხო. კლიპს რო ეძახდნენ ადრე, აი ეგ არის და ახლა ალბათ მაგას ეძახიან, აბა რას დაუძახა. სავარაუდოდ. ნახეთ, ოპა, აი ეს არის. მოდი გავიკეთო, სპეციალურად არ გავიკეთე საყურე, ეს გავიკეთო. სიმართლე გითხრათ, მე ძალიან მომწონს ეს იდეა, რომ აქტიურად დავაბრუნო ჩემს ცხოვრებაში კლიპსები, იმიტომ რომ სწორად მიკეთია. ანუ ესე კარგად ვერ ხედავ და. იმიტომ რომ ძალიან ვიღლები ხოლმე ხანდახან აი ამ შესარჭომებით ზოგი ყურს ძალიან მტკენს. ამიტომ ერთი-ორი კლიპსი ჩემს ცხოვრებაში ძალიან აქტიურად უნდა არსებობდეს და თან ისეთი ლამაზია, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან ხშირად იქნება ჩემს ყურზე, ნახეთ როგორ ვარ. ძალიან ლამაზი. ასე რომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ლიოილის ამ ძალიან კარგი საჩუქრებისათვის და განსაკუთრებით ამისათვის. კარგი, მოკლედ, ეხლა ყავა დავლიოთ, იმდენი ვილაქლაქე, ენა გადამძვრა. მაგრამ აუცილებელი ამბავი იყო. ასე. ბატონო და სხვათა შორის ლიოილისთან აქტიურად ვაპირებ თანამშრომლობას, გოგოებო, ბატონო. ლამაზი რაღაცა მაქვს შენთვის. დიდი მადლობა. და გაჩუქებ. დიდი მადლობა. და დაბადების დღესთვის გაჩუქებ. დიდი მადლობა. დაიცადე ეხლა რომ მოკლედ. ამას რა მაგარი საყურე გაქვს და? შენთვის გაჩუქებ. ვაუ, დიდი მადლობა, საყვარელო, ძალიან მომეწონა. ეს იყო ულამაზესი საყურე, რომელიც უკვე რა თქმა უნდა ჩაილურის წყალი აქვს დალეული, მაგრამ იყო ძალიან ლამაზი. ჰადედიკო. არსად არ შეირჭო, ხო იცი მაშინ რა დაგემართა ჩემო სიცოცხლე? დე. ბატონო. ეს შენი იყოს. იქ შემინახე, დედიკო. შად. სადაც გინდა. რაიმე რას ვამბობდი. დიდი მადლობა, მან დამიდედე, მან დამიდე. ეუწუც. ხო, რას ვამბობდი. აქტიურად ვაპირებ ლიოილისთან თანამშრომლობას. ამიტომ არავინ იცის ვის როდის გაუმართლებს და რა თქმა უნდა დავანოსებ ხოლმე ყველაფერს. გახლე. ვაუ, მომეციდე, დიდი მადლობა, ჩემი უსაყვარლესი საყურია. ვერცხლია და გიჟდები, ისე მიყვარს. იდეაში ეს მარიკო საჩუქეს, მაგრამ მე ვიკეთებდი და მეკეთა აი შემიძლია თქვა მოუხსნელად. ანუ არც ვიხსნიდი უკვე ისე ხშირად მეკეთა. დიდი მადლობა და მიდი ახლა შენ დაალაგე შენი. დიდი მადლობა, დედიკო, ნახე სიყვარულო. მადლობა. და რესტორანისთვის. რესტორანისთვის დიდი მადლობა. დედიკო, შეგიძლია შენი მაგიდა დაალაგოთ, ერო სახლი დავალაგოთ? მიდი ჩემო სიცოცხლე. და ვნახოთ, ძალიან ბევრი სიახლეები იქოქება ჩემსკენ და ნახოთ. ძალიან მიხარია მე თვითონაც და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს თუ არა იქნებიან ადამიანები ის გახარებასაც შევძლებ, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი წესები, ყველა გაჩუქებას აქვს თავისი წესები. შესაბამისად თუ ადამიანი წესებს არ მიყვა, ჩაწყობით და ამიტომ და უიშინაურა და ვიღაცას არ აქვს თუ რაღაცა, ასე რა თქმა უნდა ავერავის ვერაფერს ვაჩუქებ. ეგ ეგრეა საერთოდ. რომელი მსახური უნდა გაჩუქა? ეს მომაჩი. გახლე.
აბა აიმე რა მაგარია დე მიდი ახლა ყველაფერი გამოალაგე ქვემოდან და დაალაგე ჩემო სიცოცხლე არეული გაქვს შენი მაგიდა ხო მოგეხმარა დედა სხვა რაღაცების დაალაგებაში ახლა თავად დაალაგე ყავას დავლევ კარგი ხო დიდი მადლობა წადი ახლა დაალაგე ყველაზე მეტად აი მაღიზიანებს ხოლმე ადამიანი რომ უწეს პირობში ამდენი რამე უნდა შევასრულოთ არის მოხლოთ გამოსაწერი ფიქრობ ხოლმე რომ ადამიანი ხო დაიხარჯა ამები შექმნა იმები ყველაფერი ვიანგარიშოთ საკმაოდ ღირებულზე ავდივართ საბოლოო ჯამში ხო და რა ვიცი ეგეც გეზარე მამაჩი აქ ჭონეს ანანასი და ახალ არის ანანასი ჭონება აბა განჯღრი არის აღარ არის დე კაი არა უშავს და თუ აღარ არის ნაგავში ჩააგდე ჩემო ლამაზ არის ცოტა კარგი კომპოსტონა მოვიტანო საქონლის ხორცი მოვიტანო ცოტა ხურიც მოვიტანო ცოტა თევზი მინდა კიდე მოვიტანო აქვს მამას მაღლა მამასთვის შევწვა მაგრამ თუ წავედით წაღება მინდა ცოტა თევზი შეწვა თუნდაც სახში შანსი არ არსებობს მაგის თევზი შეწვის მამასთან ავიტანდა ის შეწვა უქამწოვია ისეთი ეგრე გააქვს აი გრამსუნს რო აღარ აყენებს და სამწუხაროდ ჩვენთან ვერ დაყენდება მე ეს შენი სახურია კი დედიკო ვერ და მე რომ მეჩუკა შენი იყოს და მე აქ კარგი როგორ ჩენგი ფიზიკურად აქ სისქე კედელია ესე იგი როგორც ამიხსნეს აი ამ მონაკვეთში რომ ვერ დახვრეტენ თორე მაგალითად გაზის გადმოტანა შეიძლებოდა აქეთ და თქვა კარადის სხვაგან მაგრამ სივრცესაც მიკარგავდა კარა და ხომ ჭირდება საჩევალო ჭურჭელი და მოკლედ დიდი და აი შენ პატარა გაქვს აი ოდესმე რომ გადვაახლებ სამზარეულოს შეიძლება რაღაცები შევცვალო მაგრამ აი გამწოვის პრობლემა ხალხო ვერ ვაყენებთ ვერსად გამწოვს ორივეს მოგვიხდება თუ ეს აყურე მოგვიხდება დედა მოგვიხდება ჩემო სიცოცხლე ორივე მე ჯემოსიყვარულო მოდი შენი რა გავატნაჭინოთ ნახოთ ხო შენი რა განავად ამას გული ჩხვერა აქ რომ მე ვლოგს ვიღებ და ეკარა ხვდებით ხო თქვენს ხო და არ ვიცი იდეებს მივიღებ გამწოვთან დაკავშირებით ყველასას აი ვინმეს რამე იდეა თუ გაქვთ აი ეგრევე მაჯახეთ ფანჯრის ძირშივე დგას გაზი და ფიზიკურად ვერ ყენდება გამწვავ. დამეჭირე ეს რო ჩავალაგო. დედიკო, ესე დადე ყავა უნდა დავლიო და ჩაალაგე თუ გიყვარან. იქ დაიდე ჩემო სიცოცხლე, მიდი ჩემო პატარა. შენ ხო ისედაც ეგრე ალაგებ ხოლმე. მიდი რა ყავას დავლევდე. მივიღებ ყველაფერს ხალხო. შეგიძლია არ გახვრიტო მაგალითად და ნახშირზეც აიყვანო გამწოვი. ეგრეთ შეგიძლია მაგრამ ძალიან მალე იხარჯებაო ეგ ნახშირიო წარმარად სვლა უნდაო ანუ რა ვიცი რა ძალიან ხო და ყველა კერძის მერე ხო მერე კი არა და სულ ხო ღია მაქვს ფაჯარა ზამთარ ზაფხულ რამეს ვამზადებ მაგრამ ვერ გააქვს ეგრე რა თქმა უნდა ეს ურთქლი აჩეს მერე ოფს სინესტეს ახალი გარემონტებული ჩავაკალით ნერვი და რესურსი და ყოფი გააჩინა იმიტომ რომ ნუ ვერ გააქვს ისე და გამწოვს თავისი დანიშნულება აქვს რატო არის საჭირო და აუცილებელი ხო ხო და ამიტომ აი არის ხოლმე რაღაცები ლობიო მაგალითად და კიდე რა ვიცი რაღაცები ვცდილობ ხოლმე რომ გარეთ გავაკეთო იმიტომ რომ უფრო დიდი სივრცეა რა თქმა უნდა და ესე ვერ გააჩენს სინესეს ის დიდი ფანჯარა გამოვაღებ დიდი სივრცეა და ის აქ ძალიან მალე იმაშვებ ახლა ზაფხულში კი ბატონო
სულ ღია მაქვს ყველაფერი და ნუ ზაფხულში არ ჩნდება დიდად, მაგრამ ზამთარს რა ვუყოთ. შენი იყოს ჩემო სიცოცხლე. მე მომხდება და შენ? მოგვიხდება, დედი, როგორ არ მოგვიხდება? რა თქმა უნდა რა, რატო არ მოგვიხდება? მარტო შენ არა, ორივე. ასე რომ იდეები რა გთხოვთ, მითხარით გამწოლზე რა შეიძლება. კი ბატონო, ფანჯარაზე, მეტალოზე ამოვჭერით. აი ამხელა ადგილი და ჩავამონტაჟეთ შიგნით გამწოლი. მაგრამ ბუნებრივია ხა აი ეგ რაღაცა კუსკუსა რას გაიტანს. კი, ცოტა გაქვს, მაგრამ აი ეს ორთქლი და სადილის უხშივარი, რა თქმა უნდა, ვერ დაძალავს. ტყუილად ამოვჭერით ეგ ფანჯარაც, მოძვირ დაგვიჭდა ფანჯის ამოჭრა, მაგის ჩამონტაჟება, თან უკვე მეორედ ვიყიდეთ ეგ გამწოვი, ერთი გაფუჭდა და მოკლედ რა, აი ძალიან ის არის, რა ქვია. ძალიან რთულად გვაქვს მაგს ამბავში საქმე. თქვა ნახშირზე გავაკეთოთ გამწოვი, მე ძალიან დაბლა უნდა დააყენო მაშინ გამწოვი, იმიტომ რომ რანაირად დააყენებ, მაღლა ის არის ფანჯარა. ფანჯარას ვეღარ გამოვაღებ. დაბლა დააყენო და უკვე ძალიან ქვაბებთან ხარ ახლოს და მოკეთ აქ პრობლემა გვაქვს რა. საკმაოდ სერიოზულად. ეხლა აქეთ რო გაგვეკეთებინა. სადაც ხა უკვე საძინებლად გადაკეთდა, იქით მხარეს ქუჩის მხარეს მაინც დედამ თქვა რომ მიშენებულიაო ეგო და ამ სიმძიმე გაზი, ამ სიმძიმე რაღაცები მაინც ხო რა არისო რა. ეხლა აი საკურე გამენაჭიდოთ ხო? ესეთი ამბავი მოკლედ. რაც გოგოები. ასე არა ვარ რა იქნება მოკლედ რა გიხსნათ. საკურე უკვე ჩავდეს. მადლობა დიდი. და არის ხოლმე შენი სასწაულში. კი ბატონო. და გაიხო. კი ბატონო. მაგას ისლატი არა. აი მე ხალხო ახალი შეღებილი მაქვს თავი და აიქ იყო გუში რო ნახე ვიდეოს ვიღებდი ესე ვერ გადმოვწიეთ, იმდენი გათეთრებული. ანუ ისევ იგივე ადგილი რა პრობლემაც მაქვს, მაგრამ უკვე გადაუვიდა. აი მე გიჟდები ეს ერთ კვირაში შეიძლება გადავიდეს. ვინც ჩემი შვილის კვებაზე ნერვიულობთ, მინდა გითხრათ, რომ წოლმა მიირთვა და უნდა მიირთვას კიდევ და გუშინ გავუკეთეს პატაწ უნდა მიირთვა და დღესაც უნდა მიირთვას, ამიტომ ძალიან გთხოვთ არ ინერვიულოთ. დღეს მიირთვა ფაფა შედედებული რძით არც მაგაზე არ ინერვიულოთ და რძე კიდევ გვაქვს მაცივარში. და ვფიქრობთ კაკაო ხო არ გავუკეთოთ, ასე რომ ძალიან გთხოვთ ინერვიულებ ჩემი შვილის კვებაზე ასე და ასეთი მასშტაბური ნერვიულობა არ ღირს მეგობრებო, არ ვტოვებთ შიერ და მარტო კარტოფილის აბარა. ხო, წიწიბურად მიირთვა ასევე გუში და ხო და ჯანიანი. აი. ასე რომ მინდოდა მეთქვა რომ აღარ ინერვიულობ ვიცაზე ძალიან განიცდის, ძალიან ნერვიულობს. ხო, აღმოვაჩინეთ რომ ვინც YouTube-ზეც იყო გაგიჟებული ჩემი ლაძღვით, TikTok-ზეც და Facebook-ზეც, ანუ ერთი და იგივე ხელწერა ამოვიცანით, ერთი და იგივე ტექსტები ამოვიცანით. ხო და ეს ერთი ადამიანი დაძრწოდა მოკლედ ყველა პლატფორმაზე და რა დოდის უსაქმური ხართ ხალხო, მეტი საქმე რო არა გაქვთ. მე ჩემამდე არ დადის, მაგრამ არ ინერვიულობთ უკვე მივასწრის. ხო და თუ კიდე გამოჩნდება რა უნდა მაგის დაბლოკად მიეჭირე დაიბლოკება. მაგრამ მეტი საქმე რო არ არის ეგ არის. ანუ აი ისთვის იცლის ხალხი უბრალოდ მართლა შოკირებული ვარ, აი რანაირად იცლით არ რავი არ ვიცი. აუ ძალიან ცუდია გოგოებო რომ სანამ არ მოინათლება ბავშვი ეკლესიაში ვერ შემყავს.
და ვერ მოვაბით ნათლობას თავი დედიკოს ველოდებოდით ამდენ ხანს ჩამოვმოვნათლოთ, მაგრამ ვერ მოვნათლეთ. მე ამ სახურას გაწვდით და ძალიან ლამაზი მოგეწონება ამ სახურს. ხო და ცუდია რომ ესეში ვერ შეყვავს, იმიტომ რომ მოსანათლია. ეზოშიო კი ბატონოვო, მაგრამ ანუ შიგნით არაო, მამა მგითხრა არ შეიძლებაო. შემსახურები ხო არ მოგიხდება ნეტა. მე ძალიან მომწონს რა გავაკეთო. ძალიან ლამაზია. მაგრამ ესეთ კუნციალებს ვეღარ ვიტან, ანუ ადრე ყველა საყური ასეთი მქონდა, ანუ და ეს ხო შენი საყური. უკვე წლებია ესეთ კუნციალებს ვეღარ ვიტან. ამას კი ხა ეს პაწაწუნაა და არ მაწუხებს, მაგრამ ესე რომ დადიხარ და რომ განაო, შეიძლება შევირყე. უკვე ვეღარ ვიტან. შენი დიდი არის ეს და შენ მოგიხდება ეს დიდი. კი, დედიკო. კი. მე მომიხდება? მოგიხდება ჩემო ანგელოზო. ორივე. ხო, დედიკო. ხონდაც მეთქე. ხონდაც. ჩავაგდო. ჩავაგდე. ესე იგი, ეხლა რომ გადავთვალე, ერთი სამჯერ უნდა ჩავრთო სარწყის მანქანა, იმიტომ რომ თეთრეულები ცალკე, თეთრები ესე რა, ხო ხვდებით როგორც ხდება და ფერები რო არ გადავიდეს ერთმანეთზე, ბატონო. შემიბეჭდები ანახე. ანახო, მომეცი საყარელო. ეს გახლოთ მარიამის ბეჭდები. როგორ მოგწონთ? ამი და ყვითელი ესაში და ეს ხუჭანი ცენტრებზე რაღაცები გავარკვიე ჩემმა მამაკომ მითხრა, სადაც თვითონ გადაუხადა, ძალიან მომეწონა ის სივრცე. სტაფი მომეწონა ძალიან, მომეწონა ის საკვები, რაც მიგვისთვის, ანუ ძალიან მომეწონა რა მთლიანობაში და მოკლედ დაახლოებით 500 ჯდება, დაახლოებით რომ აგიხსნათ. გააჩნია ოღონდ ხა რამდენ ბავშვზე, დაახლოებით 11 ბავშვზე სადღაც ეგრე ჯდება 500-მდე გმირები, 1-2 გმირი რო ამას ეს ხო ხოცეებზე თუ აიყეთ ხალხო თორე ისე უფრო მეტი. 2 გმირი მაინც გინდა რომ იყოს. ბასტი ბუბუ ხარაბიშიოთ. გესმით ალბათ ხომ? და რავი ბასტი ბუბუ ეყოლებათ, რავი. ამ ბასტიაჩი ამ ბუბუ ეხლა ვერ გავიგე. რომელი გინდა და? ბასტი ბუბუ. ხო, ბასტი ბუბუ და რომელი? ხელოხისი. ხელოხისი. 2 გინდა ხო მარტო დედა, მეტი არა, ბევრი ხო არ გვეყოლება, 2 გყავდეს, კარგი? კი, ბევრი არ მოვიდნენ. არა, ხო, რად გინდა ბევრი და 2 გყავდეს, კარგი? შოგი ამ დაბადების დღეში, შოგი ამ დაბადების დღეში, შოგი ამ დაბადების დღეში. იტარდოს მამა შევა. პირები. იცოდე მამა იმსონება დაბადების დღეზე არც აგიყვანო და მამამისი ეუბნება ერთი დავინახო ფულს გადაიხდით მე ვთხარი არ დამღუპო შვილო მამა გჭირდება აი ყველა მტრიაჩი გჭირდება მე ვთხარი მამა თუთი ხუშა არ მოაჩიოთ რა თუთი ხუშა არ მოაჩიოთ თუთი ხუში შვილო არა დედი დაბადების დღეზე ხო მამამისმა რა ვიცი საიდან მოიგონა რაღაცა ჩიტიო თუ რა ზაღვარ მორავი რაღაცაზე მანანაბებო მოიგონა თუთი ხუში მყავშო და მოიწრიაშო თუთი ხუშიო ხო ბიცვაჩი მწყავდა სხვათა შორის ორჯერ თუთი ყურში ძალიან უყვარდა ერთხელ მგონი გაუფრინდა თუ რაღაცა არ მახსოვს ერთხელ არ ვიცი რითი მოუკვდა მოკლედ რა მაგარი სტრესები იყო მაგეთი ყურზე და აქ სახში მოყვანაზე იყო იდეა და მე ვთხარი რა დაფრინავს რაც 2 ფეხია თუ ვიდა 4 სახში არ დავინახო მე ვთხარი ადამიანების გარდა ვე ხალხო რა ეხა თუთი ყურში არის ხმაურიანი თქვენც ხო იცით ხა ვისაც ყოლიათ ან რავი ვინმეს ყოლია ხო გაგიგიათ თუთი ხუშა ძალიან ხმაურიანი აი ბიცოლაჩებთან რომ ვიყავდიოდი ხოლმე არ გვაცდიდა ლაპარაკს მე გადააფარებდნენ რაღაცას რომ მე ჩერდებოდა მაგრამ აი ხუხუნებდა ანუ ძალიან ის არის თუთი ხუშა არ მოვაფრინე
და მიდი დედიკო ითამაში ერთი წუთვიდე რა. აკინებულია თვითონ. ხო და მერე აი ხა ამ პაწაწუნა იმაში რა ქვია სახში სად უნდა მყავდეს გეხოცებ თუ თიყუში აი ყველგან რაღაცა ალაგია უკვე თვალები მეტკინა და მერე მეორეც ეხლა ძაღლი ძალიან მინდა აი ძალიან მიყვარს პაწაწუნა ძაღლი მინდა რაღაცა მაგრამ აი აი სად უნდა მყავდეს აი ამ ერთ ოთახში გეხვეწებით სად მყავდეს არ შემიძლია არა დედა ძაღლი მერე უნდა ირბინოს ამ საწოლებზე ხან საწოლ უნდა მოისაქმოს არ შემიძლია ანუ მერე უნდა ასე ირნო ის ქნა ეს ქნა ანუ მიაჩვიო საპირფარეშოს ჩვენ საპირფარეშო უკვე გარეთ უნდა გავაკეთოთ და აი რა ვერ რა ვერცერთ ვარიანტში და რაც არ უნდა ასფთაო ძაღლი რაც არ უნდა მოუარო რაღაცნაირი სპეციფიური სუნი აქვს ვისთანაც მეწავს ვარ ხა ძალიან ბევრ ახლობას ყავს ძაღლები მაინც რაღაცა სპეციფიური სუნი აქვს რა მიუხედავად ძალიან უვლიან აი რაღაცნაირი და ერთ ოთახში ჩემთვის დისკომფორტი იქნება რა მე რა ახლა დიდი სახლი რო გაქვს და ბევრი ოთახები კიდე აი მაღლა რო ცხოვრობდით მაღლა სართულზე კიდევ ვფიქრობდი მარიკოსის ხوار მოგვეყვანა დიდი სივრცე იყო ხა თქვენ ხო იცით მაღლა ჩემს რა ხლა სივრცე აქვს მაგრამ აი აქ ვერანაირად ანუ თუმეტეს ახლა სეირნობები დილით გაყვანები ანუ სად მაქვს მაგის დრო ხალხო სამსახურში ძიძვასწრებ გავიქცე და ბავშვით მივიყვანო და არა ერთ ოთახში ფიქრობ ძაღლი არ უნდა ყავდეს რა იმიტომ რომ სხვა სივრცე ჭირდება სხვა რამე ჭირდება და მართლა ხა აი მე ვინც მინახავს აბასაწოლებზე და ხან რაღაცა მოშარდამე ხანის გებასუნი აი არა ვერანაირად ძაღლი ძალიან მინდა და ჩემქო რა მითხარ ხوار მოგიყვანო რაღაცა როგორიც მე მინდოდა რა მაგრამ ვერ მივხედავ რა ისე როგორც საჭირო ახლა დაგემშვიდობებით მეგობრებო დიდი მადლობა რომ მიყურეთ მივხედავ საქმეს დაუფენ სარეცხს და ასე შემდეგ შევუდგები ქალობას დროებით